აუ რა ხმაურია, ესე უნდა დამეწყრო რა ბაზარია თქო და რა ხმაურიათი ვიწყებ. დღეს ბაზარში არის ანშლაგი. ნეტა რატო იცით? გეტყვით ძალიან ცოტა ხანში. მოგესალმებით მეგობრებო. მე სხვათა შორის დილას ჩამოფრინდი ბერლინიდან. ხო და კარგად ვარ. ამ ვარცხნილობაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ბოდიშს გიხდით უბრალოდ, ანუ არ ვიცი, შემთხვევით გამოვიდა ესე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ბაზარში, ვეკუას 3A ნომერში და მე მგონი დღეს ვისაც მოსვლა უნდა და ყველა მოვიდა, იმიტომ რომ სავსე ამფითეატრი და ძალიან მიხარია. ჩემ გამო არ მოსულა ოღონდ და ნუ კაი. თუ გინდათ ლაივში მიყურეთ ახლა ბაზარის ოფიციალურ გვერდზე, Facebook-ზე და თუ ეგეც არ გინდათ, მაშინ ხვალ YouTube-ზე უნდა მიყუროთ. ანუ მოკლედ ჩანსი არ გაქვთ, სადმე მაინც უნდა მიყუროთ. წყალს დავლევთ ხო? გაუწყლოვება მაქვს. მოკლედ რომ მოვფრინავდი, გზაში გავიგე, ვინ იქნებოდა ჩემი სტუმარი. და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ჩემნაირია ზუსტად, უბრალოდ ღია ფერის არის რა. სხვათა შორის მე ხო გახსოვთ რომ ლაივში ვარ, ქერა და ცისფერთვალება. ხო და ეს ლაივშიც და ისედაც ქერა, ხო ცისფერთვალები არ აქვს. მოკლედ ჩემ მეგობარია ძალიან ნიჭიერია, ამერიკებში ცხოვრობს, ამერიკებიდან ჩამოვიდა, მუცლით ჩამოვიდა, თან ბავშვს ელოდება. მოკლედ ყველაფერში გაჭრილია, ნიჭიერია, ლამაზია, მშვენიერია, ჭკვიანია, იუმორი აქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემ მეგობარიც არის. ნუ კი კოშკელა მოვიდა, კოშკელა ანთქალი. ნუ კი რა ბაზარია? რა ბაზარია? ასე ვარ მოსული. ხო და ჩაგესვა ცოტა ისეთი მუცელი, ისა აბა. ტრაკი უფრო გამეზარდა ვიდრე მუცელი და ტრაკი გეზრდება, ხო? რატო? ანუ პირველი გეზრდება ტრაკი. ყოველთვის. აი ერთი ჭამა და ტრაკი იზრდება. ტრაკი და ცხვირი, რატო? ანუ ხალხი მომისმინე ტრაკს იდიდებს. კარდაშენები ტრაკს იდიდებენ და შენ კიდე რა გატირებ? ხო და არ ვიცი. არ გინდა დიდი ტრაკი ქონდა ეს? არ მინდა დიდი ტრაკი. რატო? არ მინდა დიდი ტრაკი. აი მომისმინე ხა ელოდები ბავშვს. ანუ დიდი ცხვირი მაქვს და დიდი ცხვირი არ მინდა და მაგრამ გვაქვს. კი. ხო და ეხა ტრაკი აღარ მინდა. აუ რა ჯახია დღეს ბაზარიაში ცხვირების. მე დავატოლოთ რა. აი იქით არ გავიხედოთ, რომ ვიღაცას თვალში მითხარი რა ბაზარია და როგორ ახარ, აბა მომიყევი. მამაღლა მელაპარაკე, იმიტომ რომ ხო ხვდები? ანუ ეს როგორი სივრცეა, იცი, აი არაფერი არის მის. დედა მართლა რამდენი ხალხია? აბა ზემოთ ვერ დაგინახე. ესეც შოუში ყოფილ ხარ ოდეს მე? არა, არასდროს პირველად რომ უნდა ჩავიფიქრო. ჩაიფიქრე, აგიხდება ყველაფერი. თუ გინდა საჭველი ახლა შემოგიტანთ ყველაფერს, იმიტომ რომ ორსული ხარ და სუქში ალბათ. ამაც შეიძლება. მე ვნახე შენი ყველა გადაცემა და ალექსანდრა პაიჭაძეს რო ფეხები ქონდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მეც მინდა ეგრე. ძალიან დიდი მოდიშა, შენ გონია მოკლე ფეხები გააკ, ან მე მაქვს მოკლე ფეხები. აი ასე იყო რაღაც. ნახე, ახლა მივატოლოთ და ორივეს ძალიან გრძელი ფეხები. მიდი. ანუ ძალიან დიდი ბოჭი, მაგრამ ვიზე ნაკლები გრძელი ფეხები გვაქვს ერთი რა. პროფილში ხო. ანუ ცხვირი. ფეხები თუ არა? ცხვირი გვაქვს გრძელი. როგორ ხარ, აბა მომიყევი. კარგად. მეც ახლა ჩამოვედი. პრინციპში ჩამოვედი და შენთან მოვედი. ხო და ძალიან დიდი მადლობა. მე ჩამოვედი და შენთან მოვედი. დაგხვდი. როგორ ახარ, აბა მოყევი. ეხლა ესე აეროპორტში რატო არ შევხვდით, არ ვიცი. არ ვიცი. ხო და არ. რომელზე ჩამოფრინდი? 5-ზე შენ? მე 2-ზე. დაგასწარი. აი, მომიყვები როგორ ხარ? ვარ კარგად, ვარ ორსულად, გული მერევა, ცუდ ხასიათზე ვარ ხშირად. გული გერევა? გული მერევა, შეგრძნება მაქვს. ისე რომ მერევა, არ მერევა, მაგრამ ცუდ ხასიათზე ვარ. ცუდ ხასიათზე რატო ხარ? აი, იმიტომ რომ მეტირება, ყველაფერზე. იმ დღეს ნახე შენი ისტორია რაღაც სისულელეზე რომ ჭღავენ და ბიონსეზე როგორ ტიროდი, იცი? ბიონსეს ქონდა კონცერტი საფრანგეთში და ქმარი გამოვიდა და Crazy in Love იმღერა მაგასთან ერთად და ასე ვიჯექი პარკში მოვარემეთქო. მე რა აუკნა და დავდე ეს TikTok-ზე, რა თქმა უნდა პირველი რეაქცია რომ რაღაცა უბედურება დამემართა და ნუ ახლა არ დამემართა. უარესი დამემართა გზაში, როდესაც შემოვედი თვითფრინავში და მქონდა ჩემოდან მოვიკითხავ იმ ხალბატონს მიხვდა რომ მასზე მაქვს საუბარი. იმიტომ რომ მითხრა დაგეხმარებიო და რომ მითხრა დაგეხმარები ამ ჩემოდნის აწევაში, ასე რომ წამოვიდა ეს ცრემლები, ფიქრობ გული აგიჩუყდა, თუ დახმარებაზე გული აგიჩუყდა? ამიჩუყდა რომ გოგოს მოუნდა რომ გოგოს დაეხმაროს, იმიტომ რომ ალბათ იცის, იმან უეჭველი იფიქრა რომ გიჟი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მახინჯი ტირილი მაქვს, ანუ ზოგს ხვალს ლამაზი ტირილი, რაღაცნაირად რო ტირიან ლამაზად. მე აი ესე ტირიან, რაღაც კონვულსიის მსგავსი ტირილია და აი ესეთი სახე მქონდა და თელმა მსოფლიომ გავიგეთ რომ ბიჭელოდები ისევ. კი. და მე ვიქნები დედამთილი. უკვე არ მომწონს. ჯერ ესეთი მოიცა მესამეს არაპირე?
არავინ არის, მაგრამ თუ გაჩნდება მესამე, ანუ იმიტომ რომ უნდა ყავდეს, შენ უნდა ყავდეს გოგო. აი ზიზილპიპილოები, შენ რაზეც გიждები, ზიზილპიპილოები, ჭვიალა, კაბები, სათვალეები, ეს ყველაფერი ანუ გოგო არ უნდა ყავდეს, შენ ეს ყველაფერი შემოსო. მემკვიდრეობით რო გადავწე. ანუ უბრალოდ ნუკი პატარა ნუკი არ უნდა ყავდეს, აი ესე გაზმანი. არწმუნებული ვიყავი რომ ეს არის გოგო. აი რაღაც მეც ესე მეგონა რომ ზიზილპიპილო. მეც მოგწერე გოგოა თქო და პირველად შევწვდი ხალხო არასდროს არ ვწდები ოღონდ. ხო და არ ვიცი. აი ნამდვილად ბიჭია, იმიტომ რომ გენეტიკური ანალიზი მაქვს გაკეთებული. თორე ისე შეიძლება რაღაცა ვერ დაენახათ. რა მნიშვნელობა აქვს ბიჭია თუ გოგოა? მთავარია რომ ჯამთელი იყოს. ახალი შვილი იქნება. ახალი სულ brand new შვილი. არა გოგო თუ გვინდა მე ბენს უთხარი რომ მე შევლე ცოლი მოიყვანოს ახალი ბავშვი გააჩინო. ბენმა გააჩინოს. ბენმა გააჩინოს, აი მართლა. გააჩინე ბენ. ანუ რამდენი უნდა ვაჩინო მე ბენ? შენი ჟერია. რამდენი ხო? იცი ანუ არა, ძალიან მაგარია. არავინ არ იცის. მე არ ვამბობ ანუ. არავინ არ იცის, რა შეიძლება მოგიდეს და გააჩინო. მესამე არ ვიცი. არავინ არ იცის. შენ გესიამოვნა შენი ორსულობები და ხო მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც მშობიარობა სიამოვნებს და რო ვამბობ არავის არ ჯერა. ხო მაგრამ შენ ორსულობაც გსიამოვნებ და რაღაცნაირად არა მე კატოზე ისეთი ბძოლები ვქო და უბრალოდ არა, მაგრამ მშობიარობა მიყვარს. ან ბოდიში. მშობიარობა ანუ ხო ჯერა არ ჯერა თუ რა ვქო. მეც არა მჯერა, შენი მჯერა, იმიტომ შენ არ იტყუები, მაგრამ აი მშობიარობა მიყვარს, აი მე მიყვარს კომპოტი და შენ რატო გიყვარს მშობიარობა? აუ არ ვიცი, სიგიჟე ანუ ერთადერთი მანდ მგონია თავი, ანუ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მანდ არ მაქვს, როდესაც ორჯერ მიმშობიარობა. რანაირად გიხება რამის შეგრძნება, ტკივა. მე არის ძალიან კარგი. მითხარი რა, აი მაინტერესებს სულ, აი რა შეგრძნებაა რომ აი საქართველოში ხარ სახალხო არტისტი, მართლა და ამერიკაში არავინ. არა, ბოდიში, მაგრამ ხო, ანუ ესე მიწერია, მაგრამ ესე დამიწერა, დამპალმა. ხო, არავინ. არავინ, ხო. იცი რა არის? სხოთში ძალიან კაია. ხო. ალბათ ძალიან დაკომპლექსდებოდი აქრო რაღაცა და არა და იქაც არა, შეიძლება დაკომპლექსებულიყო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მაგრამ იქ ხო იგებენ მე რომ ვაიმე ეს Georgian superstar-ია მე ხო. იქ არის ძალიან სასაცილო და ძალიან ისეთი მომენტები არის ხოლმე, როცა იმ მშობლები, ბავშვის მშობლები და ვიღაცები რო იკრებებიან და ნუ ყოველთვის აინტერესებთ რატომ მაცვია, ხო, აი რაღაცნაირად ცოტა განსხვავებულად და სულ გონება რომ ამერიკაში უკვე ეს შენი განსხვავებული ჩაცმულობა. ამერიკაში მოსწონთ, ანუ აქ ხო ფუფალა და მახინჯო და იქ მოსწონთ. ხო. და ეს რომ მეუბნებიან ხოლმე რომ რატო გაცვია ესე დიზაინერი ხომ არ ხარ რაღაცა სტილისტი ეს მე რაღაცნაირად მეუბნები ხოლმე რომ No I am not. არა იცით რა არის რაღაცა Check my Instagram please. Check my Instagram. აი ბავშვი გაგეცა. აქ ყველაფერი ხდება, აქ მოდიან მიდიან. აი გოგოა თუ არავის არ სჭირდება მე აქ ვარ. დარწმუნებული ვარ რომ ვინმეს ეს გოგო თუ არ სჭირდება უკვე გაზრდილია ჩაფს მასაც უკვე გაგარდა. ეცი ამითხარი, შენ თავში რა მოგწონს? თვისება. ჩემ თავში რა მომწონს და სამართლიანი ვარ. აუ კიდე? ეს არის მეგობრობის დღიური შევსება. სამართლიანი ხარ, ძალიან კეთილი ხარ კიდე? კეთილია. ხარ. ხარ. არა, იცი რამდენჯერ მიფიქრე გაუხმეს იმას. თამაშობ რამეს, რამე ნიღაბი გააქვს მაინც მორგებული, აი ხალხისთვის. კი, როგორ არა, ყველას აქვს. რაღაცა ნიღაბი ყველას აქვს. ხო. ან რაღაცებს თამაშობ. აი ვიღაცებს რომ აი მე როგორ გამიხარდა შენ ნახო და ოღონდ ეს არ შემოხვედრო და მე ეს სტანდარტული ტყუილია რა. ეგეთი რაღაცეები შემიძლია მე. ხო, ახლა მაინდამაინც არ გამომდის, ძალიან ცუდი მატყუ არა ვარ. ხო. როცა ვიტყუები, აი ეგრევე ვიჭრები, ეგრევე მეტყობა და ამიტომ გადავწყვეტე რომ აი ამ საშინელ შერცხვენას ჯობია რომ არ მოვიტყუო და პროფესიონალი მატყუ არა ვარ სამწუხაროდ ის შენც არ გამოგდის? მე საოცრად გამოგდის. გამოგდის? მომატყუე. მოგატყუებ აუცილებლად იმის განმავლობაში, გადაცემის განმავლობაში. მიდი და მე მითხარი, როდის მე გეტყვი ტყუილი იყო თქო. მე ვერ მოგატყუებ და ეგრე მემართება რომ აი ნუ გააჩნია ხო ტყუილსაც ახლა რაღაც ფერი, მაგრამ ნუ ისე შემიძლია მოვიტყუო რომ კი ანუ გაგივა ყველაფერი საერთოდ. დავაჯერებ მოგეთ. აი მე ვარ პატრული და გაგაჩერე, შენ ხარ ნასვამი და მე გეუბნები რომ რუსოდან მას დაიწყება საოცრება. აი რუსკა, მოიცადე. გამარჯობა ქალთან მაყაშვილი. ხო ეგრე გეუბნები ხო? გამარჯობა. ხო, სად მიზანდები? საბუთები თუ შეიძლება. არ. ნასვამი ხო არ მზანდები? არ. ეხლა მე მომატყუო. არა, მაგრამ ანუ ეს არ მჯერა. არ პატრონს არ მომი. მანქანაზე არ ვზივარ, არა, დაჯექი მან. მან მე გახურება დაიწყებოდა სერიოზულად. ანუ რაღაცას მომატყუებდი. კი. აქ არ ვზივარ, სხვაგან მივდივარ. აქ არ ვზივარ, სხვაგან. ხო, აი მე არ გამომივიდა. მე ვიტყოდი რა იდიდასი ნიჭიერი ხალი ხარ. აი ვერ არასდროს აღარ. ყველაფერში ნიჭიერი ხალი ხარ, მართლა. არის რამესაც არ გამოგდის? სიმღერა. სიმღერაში ვიცი რომ ძალიან კაი ხარ, კი. აი ჩემნაირად არ მღერის არავინ დედამიწის ზურგზე. როგორ მინდა არა და იცი რომ ვიმღერო, აი ყველაზე მეტად მინდა რომ სიმღერა გამოდიოდეს, მაგრამ
აი, სულ რო წაღიღინება იყოს, ღიღინით არ გამა. მადლობა ძალიან დიდი, მადლობა. კარგია. იცი რა მაინტერესებს, ანუ, მაგრამ ისეთი ნიჭი თუ გაქვს, რაც არ ვიცით, მაგრამ იცი თურმე შეგიძლია გამოგდის. აი მე მაგალითად ნახე ისი ნიჭი მაქვს. მეც! ხადაო, მართლა? ნახე. ესეთი ნიჭი მაქვს. აი, ძალიან კარგად გამოგდის. კიდე ეგ აღმოვაჩინეთ ნუკის ნიჭი, კიდე რა გამოგდის, რაც არ ვიცი. მე მაგალითად გრძელი ცხვრის გამო შემიძლია ენა დავადო სხვის. მეც! ანუ გზები. დავიდა. ბუბუ წადი სახში, შედარახა ჩემ. დავიდა. მოიდა. მივადე. მეც. სხვათა შორის რაც ფილერი თავწიე, ცოტა მიჭირს. მეც. შენს გიჭირს. თორე ისე პირში მეტო ცხვირი ძალიან კაია. ძალიან მარტივად. კიდე? ვიცი, კაი. ყურებსაც ვამოძრავებ. ყურების გამოძრავება არ ვიცი. კი, მე შემიძლია ყურებს ვამოძრავებ. ხო. ანუ ნახეთ თან ყურადღება გვეფანტება და ისე იქენით, რომ ხმაურიანად არა, ჩუმად იხტუნავეთ, მერე? ჩუმად იხტუნავეთ. არ ვიცი, კიდე რა ნიჭი მაქვს? რამე ნიჭი მაქვს ისეთი რაც არ მახსოვს? რა კაია თქვენ რო გეკითხებათ? არა, ჩემი და არის იქ და. ნუ შეკითხები? ანუ რამე გახსენდება ისეთი რომ აი ძალიან ყოჩაღი ვარ? რა? ძილში ლაპარაკე შეგიძლია? ხო, ეგ მე ჩემი. მართლა ძილში ლაპარაკებით conversation-ი გქონია. ეტყობა. მანიაკი ხარ ნუკი რა. ეგრე. კაი, ჰოლივუდში, კი რა და ამერიკაში კასტინგებზე რა ხდება? დადიხარ? არ დავდივარ. არ დადიხარ? რატო? იმიტომ რომ არ მცალია. ხო? დავდიოდი სხვათა შორის და ხორშვებოდი. ძალიანაც ისეთი იყო რა, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან გავს. მე რომ მეგონა რომ აქ ვაგვიანებთ გადაღებას და აქ რაღაცე, იქ რო აგვიანებენ. იქ რო ნელა იწელება, იქ რო ზუსტად იგივე არის. საათივით არ არის აწყობილი? არ არის საათივით აწყობილი. აი, მოყევი მე? მაგრამ რაღაცები აი შემეცვალა წარმოდგენა იმაზე, რაც აქედან რო უყურებ და იქ რო წარმოგიდგენია. აი, მაინც რაზე? აი, მაინც მაგალითად ვიყავი გადაღებაზე, სადაც იყო, რა ქვია მაგ კაც, Will რაღაცა ჯანდაბა, ავატარის მთავარი მსახიობი. ავატარის მთავარი მსახიობი რომელია? ვინ არის? აი ეს ავსტრალიელი მსახიობია, ბიჭი. კაცი, ხო. მე მახსოვს ხო სახელი. ხო და აი ეს ჩვენ ხო უყურებთ რაღაცა GQ-ს ხდაზე და როგორი ლამაზია და როგორი სიმპათიურია. აი იყო ჩვეულებრივი, ცოტათი დასაბანი. მართლა? კი, აი ცოტათი შეუხედავი, ცოტა დებილი კიდეც და რაღაცნაირი ბიჭი იყო. მე? ესე შორიდან გონია რომ ღმერთო ჰოლივუდში რაღაცა საოცრებაა. ხო, რატომღაც ხალხი ადიდებს ამ ყველაფერს, თორე ჩვეულებრივები არიან ზოგიერთები ადამიანები. ხო. გაიცანი? არ გამიცი. არ მიგეშვა. არა, ხო. იცი რომ ძალიან მცხვენია ცნობილებთან ისვა. იმის და მეც ვერ მივალ სხვათა შორის. მე ძალიან სიამოვნებს ჩემთან მოდიან. აი ნებისმიერ, აი როგორც უცხასიათაც არ უნდა ვიყო, ვიღაც ბავშვი რომ მოდის, ვიღაც ქალი რომ მოდის, აი ერთი სული მაქვს რომ მთხოვოს რომ ფოტო გაგთხოვთ თუ ნახეთ, რომც არ მიცნობდეთ, ფოტო მთხოვეთ რა, ძალიან სიამოვნებს. ხო და მე ვერ მივდივარ. მეც მცხვენია რატომღაც არ ვიცი. ძალიან თან ნიუ-იორკში სულ ვხედავ, აი მადონა ცხოვრობს ჩემს გვერდით და სულ გამოდის ეს მადონა. მიყვარს მადონა რო გთხოვრობ შენ გვერდით. სულ გამოდის თავის შეყვარებულთან ერთად და იქ სეირნობს, არც ერთხელ ფოტო არ მithხოვია. აი სულ ვიღაცები გხვდებიან. პომადა მაინც მიეცი ნუკის. ეგ უნდა ვქნა. გააკეთე მართლა ნუკი. ჯერ ნორმალური თუ ხარ მართლა. ხო, აი მორიდებული ვარ. ნუ იმე კოსმეტიკაზე გადავიდეთ ახლა. გადავიდეთ. მე მაგ ყველაფერი ნუკის და თან ისიც მინდა აღვნიშნო რომ მომწონს არ მომწონს არ აინტერესებს ხოლმე ვთხოვ არ ვთხოვ. ანუ თავისით მისამართი იცის ჩემი მისამართი თავისით მოდის ნუ ახალი რა ჩემი მადონა მადონას ეხლა თავისით მიგზავნის ყველაფერს ანუ საერთოდ რა არც მეკითხები მიგზავნის ჩემი კოსმეტიკა უკვე სახის ყველაფერი არის ნუკი და თამამად შემიძლია ვთქვა რომ იმიტომ არა რომ ჩემი მეგვარი მე ვარ შენი ძალიან კარგი რეკლამა კიდე ცალკე რომ მეკითხებენ ეს რა გისვია ეს რა გისვია უყვები და აია რომ მეკითხებიან ვინც არის ის უყვები რომ კარგი არა ფანტასტიკურია როგორ მიხარია რანაირად მოახერხე რომ ესეთი კარგი პროდუქცია გაქვს ესეთ ხელმისაწვდომი ანუ ვერ ვხვდები რანაირად გადავყევი აი მართლა გადავყევი ხო ანუ აი ისე და ისე არ ვიტყუები არავის არ ვაბოლებ რაც არის იმას ვიძახი ვცდილობ მაქსიმალურად რომ ისეთი ხარისხიანი პროდუქცია ანუ მათ ხო ყველაფერი არის ფერებზე მასალაზე სად მზადდება იმდენად არ არის მნიშვნელოვანი რამდენადაც აი ეს პლასმასი აი ამ ფერს რამდენად შეესაბამება შეიძლება ცუდი არ იყოს არც ერთი და არც მეორე და ერთმანეთთან არ გამოვიდეს და მე ვიძახი რომ ხო მე რაღაცა მალე ამოშრა არ გამოვიდა ეს არ მომეწონა და ესე ერთ ადგილას არ ვარ მთელს მსოფლიოში
ანუ სახისმოვლა კორეა, ტუშსაცხები იტალია, ტუშები საფრანგეთი, ტუჩის ფანქრები ესპანეთი, სუნამოები საფრანგეთი, ბრიტანეთში ვაკეთებდით ერთ სახისმოვლას და ეგ ამოვიღეთ ხა. ხო, და იმას რა ქვია, ვიტამინებს ვაკეთებ სოლგართან ერთად, სოლგართან ერთად. და მინდა რომ ქართულ მაყურებელს უთხრა და ქართველებს უთხრა რომ კარგი ამბავი ბაზარში გაიყიდება შენი კოსმეტიკები. ძალიან დიდი. და ჩემი პიპინები ხო გიყვარს და მოგწონს? ერთი ხო მე ხო დაგერმა. გააქვს? კი, მე უბრალოდ ამერიკაში ვერ გამოგიგზავნე, არ ვიცი როგორ კეთდა. აი ეს შენი პიპინი შეიძლება რა გაქვს ნა? კი მე გადავებ, იღადაო. აუ როგორ ხო დააპიპინებ ბევრს. დავაპიპინებ ძალიან ბევრს. მოიცადე თეთრი. ეს ისა ოვისაც აქვს. აუ ერთი ოვის, ერთი შენ. Yes. ეს მე მგონი ოვია? არა, ეს შენ ხარ. ეს დროზე ჩავით, თუ რაღაც ჩაგიტოვა. ეს ოვიკოს. აუ გაგიჟდება. ხოდა მე გაგიკეთებ პომადას და ის აპიპინებ. მართლა. ამას არ გავჩერდები. ეს ძალიან სასაცილო, არავინ არ ჩერდება არასდროს მართლა. და თან პიპინს რო იწებ, რატომაც იღებ იდიოტის გამომეტყველებას. აუცილებლად ხო? ხალხო. აი, ყველა იღებს იდიოტის გამომეტყველებას. იცი რა მოხდება? ამას ხო აუცილებლად წავიღებ ნიუ-იორკში, ხო ჩავიცნო და სადღაც ხო დავიწყებ პიპინს და მე იქნება ნიუსებში, რომ თეთრი ქალბატონი მოკლეს 63 ქუჩაზე პიპინის გამო და ვიღაცას ნერვები და ჩამარჭობს. ძალიან გაგართობს მოკლედ რა. ოდეს მე დაგიმალავს ვინმესთვის რომ საჭმელი არ გიჭამია და სინამდვილეში ჭამე? ოდეს მე დამიმალავს თუ არა? არა? რო აი არ გიჭამი, არ ვჭამ, არ მიჭამია და ჭამ. კი, რა ჭამ დაგიმალ. კი. მე საერთოდ სანამ გავთხოვდებოდი პაემანზე რომ მივდიოდი მიტყდებოდა ჭამა. ამიტომ მივდიოდი და აი წინასწარ ვჭამდი და ისე ხო ისე პაემანზე წინასწარ ვითომ საერთოდ არ რო სალათა ვჭამოთ. არა, სალათასაც ვერ ვჭამდი, იმიტომ რომ მცხვენოდ. აი რატო გცხვენია? არ ვიცი, მგონია რომ აი არ მომწონს ჩემი თავი რომ ვჭამ. იმიტომ რომ ცოტა იმახინჯად ვჭამ და რატო გადაწყვიტე რომ ახინდად? აი რაღაცნაირად აი ხოც რომ მოიგდებ და გემრიელად ვჭამ. რამე გექნება ძალიან სასაცილო ისტორია პაემანზე. რამე კრეტინობას იზამდი. მოყევი. ძალიან ბევრჯერ მიქნია, ძალიან ბევრი კრეტინობა. ერთხელ ძალიან მშიოდა, იმიტომ რომ აი ესე არ ვჭამდი და ტიპი გავიდა ტუალეტში და შევუჭამე. ოღონდ მე ხოც ესე ცოტა რომ გაწევ-გამოწევა მთებს რომ ვერ მიხვდეს და მიხვდა. მე დაგითხრა. ანუ რა ხდებაო აქ? შენ ჭამე გასინჯეო და აი ხო შეიძლება თქვა რომ კი ძალიან ლამაზად გამოგრება და არა მე. და ოვისთვის დაგიმალავ ტკბილეული და მე შენ გიჭამია? თუ იცი რა მახსენდება, ეხა არ ვიცი ამის მოყოლა. უნდა მოყვა ყველაფერი, ეს არის თავისუფლება. მიახლოვით როგორი ისტორია, იცი, სადღაც გავიგე, TikTok-ზე თუ სადღაც იყო ზარი რა, გოგო ურეკავს, მამამის თეობნება რომ გეხვეწები აქედან წამიყვანებო და რატო წაგეყვანებო? ვიღაცა ბიჭთან დავრჩიო, ვიღაცა ბიჭი მოეწონა. და ქონდა გაფუჭებული ტუალეტი. ხო. არ ვიცოდი რა მექნაო და იქვე იყო კატის, რა ქვია მაგას? ხო, ტუალეტი, კატის ტუალეტი. და მოკლედ აი უცბად ვერ მოვიფიქრე და ნუ იქ კატის ტუალეტში. ხო და ვიფიქრე რომ კატას დავაბრალებო და ის ტიპი გამოვიდა და თქვა რომ კატა მკვდარია ეგრე. და ვერ დააბრალა ვერავი. მამას რა ურეკავს რა გთხოვ წამიყვანე. მამა პაემანზე ვარ და კატის ტუალეტში. წამიყვანი ხა აქედან? ხო და ის რას იფიქრებდა ღმერთი? ანუ შენ წარმოიდგინე ის ბიჭი რო ხარ და კატა რო 6 თვე ახავს და ვიღაცა ლამაზი გოგო რო რჩება შენ მოუჯო კატის ტუალეტში. ბოდიში მაგრამ სასაცილოდ უნდა ჟღერდეს. აი მე ყურებია ვიღაცა ჩორა აქვს ხა ვიღაცა ხო და ეგ არის ერთ-ერთი ღმერთო ოღონდ ეგეთი რამე არ დამემართოს არსებობს მართლა მაგ დროს ისე შევდივარ ამ გოგოების იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ხვდები ანუ ყველაფერი ხდება ადამიანი ხარ და ყველგან ყველაფერი ხდება ხვდები და აი უცებ ეგეთ რაღაცა რომ დაგემართოს აი და მე ერთხელ მიახლოებით ეგეთი მოყევი ჩქარა მე ხო კატის ტუალეტი იყო? არა კატის ტუალეტი არა მაგრამ მე ვიწეპებ ზუზუებს როცა რაღაცა ისეთი მაცვია ესე ვიწეპებ ხოლმე რომ იდგას რა ვითომ ძალიან ლამაზია და უკან იკრავ თუ როგორ შვები აი გააჩნია რა სკოჩია დიდი ზუზუები სკოჩია შემიძლია ესეც დავიკრა შემიძლია ესეც დავიკრა და ვიყავი პაემანზე მე ვერაფერს ვერ ვიწეპებ იმიტომ რომ აზრი არ აქვს მე მივიწეპე და ესე ვარ პაემანზე ძალიან ლამაზია ეს ბიჭის მიყურებს მე რაღაც ჭკუაზე ვარ და რაღაცაზე ესე ვიცინით და აი ამ სიცილისგანაც ვეცკა ერთი წალი ესე ჩამოვიდა მოგძრა ეს ხო ანუ ეხა ის კი ვერაფერს ვერ ხედავს მაგრამ უცბად ხედავს რომ აქ არის აწეული
და მე არის დაწეული. ხლაფან ჩამოვარ. ხლაფან ჩამოვარდო და ასე ვარ. მე აი ასე. და არ ვიცი რა ვქნა. და მე ის რა ასე ვიღებ რაღაცნაირად რომ ავციო. ასე მშვები რა. მე მაქსიმალურად ავკაჩო ეს ძუს. არაფერი რა უნდა ექნა? აი იმის მე არ მინახავს. იმის მე არ გინახავს. კიდე რამე კრეტინობა გექნება? ძალიან ბევრი მექნება. არა. აუ არა, ძალიან სულ რაღაცა კრეტინობა, მაგიტომ აი ძლივს გავთხოვდი და ღმერთო არ დამაშავრო, იმიტომ მეორედ მაგას ვეღარ ვიყავ. არავინ აღარ მოგყვანს. კაი, შენ და ბენი რა შვებით როგორ ახართ? არა გვიშავს. არა გვიშავს. ეხა ბენს გონია, ვინც გამთქვას, გიპოვით. მიდი. ბენს გონია რომ გულიმერევა ყველაფერზე. ატყუებ, ხო შე? რა თქმა უნდა. მიდი. ჭურჭლის გარეცხვა, აი ძალიან ცუდად ხდება სუნზე. არ შემიძლია ბენ. არ შემიძლია. საჭმელს ვერ ვაკეთებ, ასევე გულიმერევა. მძიმე საწევას საერთოდ არ შეიძლება, ამიტომ ისედაც არ შეიძლება. ოღონდ შოპინგზე რო გამიშვათ, ჩვეულებრივად მოვდივარ უნდა ჩანთები. და მე აუცილებლად შევტენი ხოლმე კარადაში და ერთ წელს ამოვიღებ და მარტო ეს ვიყიდე. არა, რო კითხო ვერ იტყუება, სახეზე მეტყობაო და ბენს ატყუებს მთელი დღე. ხო, მთელი დღე, არა, ხო, ბენს ვატყუებ კარგად. მე კიდე რა შეგიძლია? და აი მწოლია რეორსული მგონი ვარ ბენს. და ყველაფერს აკეთებს. როგორ არ გასძვრა სული არ ვიცი. როგორ არ გასძვრა სული? აი როგორ არ გასძვრა. ხალხო მეორე ბავშვი ვაგზავნი, ხან რაზე ვაგზავნი, ხან ესე წევარ და გთხოვ, აი უკვე მოვიდა ხო? აი სწორად იქცევი, იმიტომ რომ ეხლა შენ ხარ ძალიან ისე მდგომარეობაში. დედაჩემმა მითხრა გუში რომ აინაზღაურებსო მერეო რა გააჩენდა აინაზღაურებსო და ეხლა ცოტა შემაშინდა. ოვი რას ამბობს უკვე ეჭვიანობს? მაგალითად ილია მისეთი ეჭვიანობა დაიწყო რომ მუცელში რა გააკეთა იცი? ესეთი მუცელი ხომ მქონდა და ცდილობდა რომ უკან შებრუნებულიყო. ხალხო, მე რა კარგად ვიყავ, შევალ ნახავ შენ და მე სახელიც მოუფიქრა, ვერ გეტყვით რა. რას? აქაც კი არ შეიძლება ამ სახელის თქმა. კითხე რომ დედიკო, რა დავარქვათ, აბა შენ თქვი და ნუ ვერ ვამბობ მაგ სახელს. მომწერე რა მაინტერესებს. ეხა მე მოგწერ. მიდი. კაი, მომწერე შენ. არა, ოვი საერთოდ არ ეჭვიანობს, იმიტომ რომ ასე კი, არა, ასე კი სხვანაირ. ნახე, არ არის ასაკზე. აი საერთოდ არ ეჭვიანობს. ძალიან უხარია თან რომ ძმა არის და ნახე. აი დავარქვათო. არა, მაგას ვერ იტყვი. არა, მაგას აქაც ვერ ვიტყვი. მე ვიფიქრე მე ვიტყვით ხო, მაგრამ ვერც მე ვერ ვიტყვი. ხო და არა, იცი, ეგ ნორმალურიც არის, მაგრამ ნუ ხო, ეგ თან ბიჭი რო ალბათ უფრო მეტად ეგ. ბიჭი რო არის, უხარია რაღაცას ვასწავლიო და ბენსაც ბიჭი უხარიან, მარტო მე მინდოდა გოგო. აი რა. ეგ გოგოს გემო არიცის მაგან და იმიტომ. არა, აი ბენიც რაღაცნაირი ბიჭის მამაა რა, აი ეს რაღაცა ჭიდაობა და უკვე. მეც ეგრე მეგონა რომ ბიჭის მამა ვიყავი, მაგრამ შენ იყავი ბიჭის მამა. მოკლედ რაც ვინც არ უნდა იყოს, ყველას დედა და მამა ხდები რა. ბენის TikTok-ზე ველაპარაკე, გთხოვ. ჩემი საყვარელი TikTok-ერი რო გას და ბენის TikTok-ი სამუდამოდ ქართული TikTok-ი რო აქვს ამერიკაში, ამერიკელ ბენს. ხო. ჩემი ბრალი არ არის. ვიცი და შენ რო არც ეხმარები და არც უსწორებ, ეგეც ძალიან კაია. უსწორებ, იმიტომ რომ აი საოცრებებს იძახის. აუ ძალიან კაია რო არ უსწორებ. აი დამეხმარეთ ნაცვლად, გთხოვთ მიხმარეთ სულ ყველამ. გთხოვთ მიხმარეთო რო იძახის. აი მაგას იძახ. გთხოვთ მიხმარეთ, ეხლა სუპი უნდა გავაკეთოთ და ბენი დევს TikTok-ზე. გთხოვთ მიხმარეთ. ახლა სუპი უნდა გავაკეთოთ. ხო, აი გთხოვთ მიხმარეთ, კიდე რაღაცებს იძახის ხოლმე. აი სასწაულებს იძახის და ნუ მე ძალიან მეცნებ და არ მინდა რომ შეუსწორო და ისიც ის ვიდეო TikTok-ზე დევს ვიდეო, ხალხო ნახეთ მე ბენი ზის, ნუ კი თბილისშია და ბენი ზის და უყურებს პინოქიოს. და მე ახსენდება რომ ანუ თურმე ნუ კი ენატრება. დეგენერატია. ძალიან დეგენერატია. დეგენერატია დანციმის, მაგრამ მე მგონი თვალებში აქვს რაღაცა ცოტა არეული, იმიტომ რომ მე ძალიან ველამაზები. აი მართლა გულწრფელად ველამაზები. ეს ჩემზე უარესია ხალხო. ოღონდ ისე ველამაზები რომ ზოგჯერ ვერ ხვდები ხოლმე მატყუებს და კარგი მატყუ არაა თუ არ ვიცი, იმიტომ რომ აი რაღაცა საოცრებებს დააბრეხვებს. ნუ ველამაზები ხა ცოლად ხო არ მოგიყვანდა რა. არა კაცო, ცოლად შეიძლება მოიყვანა, მაგრამ ვიღაცებს ჩვენც ველამაზებით, ნუ კი ხა ეგრეც არ არის რა. ხო, მაგას და ვიღაცებს მოსწონს ჩვენერი გოგოები და ბოდიში ახლა რა. ჩვენ კი გვიგრის, მაგრამ მოეწონთ. მე მაგალითად ბერლინის მაგალითად აი არც ერთი საპირისპირო სქესი არ გამომელაპარაკა. მარტო გოგოები გავიცანი. არ მეტი არავინ არ გამიცნია. არ მჯერ. შენ არ იცი ჩემ თვალში რა ლამაზი ხარ. თურმე გოგოების თვალშიც. Hello. აი ეს. ხო და კაია, სწორად. არა, ნუ ბერლინში რა გინდა? არა. ხო რა ვიცი, ხო შეიძლება რაღაცა ვიღაცა ცოტა მამრობით სქესი მოსულიყო. Hello, where are you from? და გოგოები და ძალიან ლამაზი ხარ და მოერიდა. ძალიან ლამაზი ვარ და ალბათ მაგიტო ვერ მოვიდნენ. ხო.
ისეთი რაღაც გაგიკეთებია სირცხვილისგან, რომ არის სადგა. აი, სულ ყოველ ადგილზე ვერ შეშდები. კი, ძალიან ბევრჯერ. იტო მე შევეგუე ეგეთ რაღაცებს ვიკიდებ ხოლმე, მაგრამ რაღაცა იქნება ერთი. აი ძალიან ბევრი მაქვს ეგეთი. რაზეც აი ადგილზეც გამშრალო და არა, მაგრამ სხვათა შორის მოგზაურობისას საფრანგეთში ვიყავი და აი ზუსტად ეგრე არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ერთი რომ შეეფურთხებინათ მაინც ან აი რაღაცა ეთქვათ რომ ნუ კი ან რაღაცა გოგონი, ვიღაც, მოკლედ შანსი რაღაც. მაშინ ვიყავი ახალგაზრდა და სისხლი რო გიჩქებს და ძალიან რო გინდა რომ ვიღაცა გაიცნო, აი 20-18 რაღაც მაგასაკში, აი გიჟივით მინდა რომ ვიღაცა გამელაპარაკოს, რაღაცა ფლირტები დაიწყოს და არაფერი არ ხდება. ხედავ რომ 4 ბიჭი მოდის და მიყურებს. ხო. და მიყურებს და მეც ვიყურებ, ისინიც მიყურებ, მეც ვიყურებ, ისინიც ვიყურებენ და ახლა გავითვალისწინოთ რომ ვარ 18 წლის, 19 წლის, ანუ ფული მაქვს აი ესე კაპიკებად შეგროვილი რა, მეტი აი აქ რო წამოვედი პარიზში ჩემ ორ დაქალთან ერთად ისნობ შენ ორივეს, აი ბოლო წვეთებით გვაქვს ფული და ამათ ვეუბნები ნახეთ მეთქი, ჩაირთო ჩემი ხარიზმა, არა, აი დაგპატიჟებენზეც არ არის, უბრალოდ ვიღაცას მოვეწონეთ და რა ვქნა და აი ესე ხელი ავისვი და ესე გავაკეთე, იმიტომ რომ თან კარგად უბერავდა ჰაერი, მაგრამ ფული ხო არ მქონდა, შესაბამისად დაგრძელება უკვე ძალიან გასაკეთებელია და აი ესე მთლიანად, აი ხალხნო რასაც ხედავთ, მთლიანად, მთელი თმა დამჭა ხელში. ამათმა იცი რა დაემართათ, როგორ გარბოდნენ, იცი რა. აი შენ თუ გაგიშვე ხელი დაგრძელებული თმით. ხო, აი ესე დაგრძელებული თმა, ნუ მაშინ ძალიან შემცხვა. რომ არ ანუ არა რაღაც არაფერი არ მჭირს უბრალოდ ვერც ვიცოდი რა მექნა. ანუ რა უნდა უთხრა? ფული არა მაქვს უბრალოდ. აქ რო ვარ მაგიტომ აი ეს მოხსნიდი და ხო, ეგეთები მქონია. ძალიან სასაცილო და საყვარელი გოგო ხარ შენ. ბევრი ეხლა რატო არ მახსენდება არ ვიცი. ეთერის ფეილები? ეთერის ფეილები ხო. კი, ეთერის ფეილები ძალიან ბევრი მაქვს. არ გახსენდება? ძალიან ბევრი. მე ყველაზე მეტად არ მიყვარს ეთერის ფეილი, როცა მოსაბსმელად გადიხარ და მიკროფონი. აი მოსაბსმელად რო გადიხარ, შენი ის რო არის და რო ჩართული რო დაგხვდება მიკროფონი და დენჯერ მქონია რა. და რა, კაი, მოფსმეს რა ვიცი, TikTok-საც რო სკროლავ მაგ დროს და რაღაცა. რაღაცა სიმღერაც რომ მიყვება, აი ძალიან სირცხველი. მე სხვათა შორის აქ ტაშტი მქონდა, იმიტომ რომ ტოქსიკური პოზი რომ მქონდა და ნიჭერის ლაივში რო ვიჯექი. ეს მაგასაკეთებდი. ხო. აი ესე. არა, ხო, ეგეთი არ მქონია. ეგ საშინელებაა მართლა. მაგრამ ადამიანები ვარ. აუ, ჩვეულებრივი თან ძალიან, რა ჩვეულებრივი. საქართველოში ყოფნა უყვარს ძალიან ბენს და სანამ ხო, აი ეს არის ნაღდის Starbucks-თან ამერიკულები. ვაუ. ხო, სიდრი შენთვის არ შეიძლება. დალია, ეს არის ძალიან გემრიელი Starbucks-ი, ალბათ არ გაგისინჯავს ამერიკაში და ეს არის სიდრი, ძალიან გემრიელი, Summers Bee-ს ეგეთქვი, იმიტომ რომ თან სპონსორები არის და ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელია. როგორ მინდა. ხო, და თან ეს არის, რა თქმა უნდა, დალია იმასთან ერთად, ყინულებთან ერთად და თან ნახე როგორ ხსნი. კბილები. როგორ გახსენი? არ ვიცი. მართლა ველოდებით იმ დღეს, როდესაც შევატოვებ. ანუ შეატოვებ შენ გაკეთებულ კბილებს. არა, მე გაკეთებული მაქვს მართალია. არა მაქვს მაგის ფული ეხა დედასთან. შენი ჭირი მე ხომ მიხედა ბა. ეხა ბავშვი მყავს გასაჩენი კბილებს ვერ გავიკეთებ. ბავშვია გასაჩენი. ეს თამი ეხა ნახე. აუ, ძალიან გემრიელი. ბრუნოს ძალიან გემრიელი ბურგერი გვექნება. ძალიან გემრიელია. რაც თავარია, მზადდება ნატურალური პროდუქტებისგან, ფრანგული ფქვილისგან, ფრანგული ზეთისგან, ნატურალური ახალი ხორცისგან. ოღონდ მარტივად არ იქნება საქმე, იმიტომ რომ უნდა ვითამაშო. უნდა ვითამაშოთ ბურგერობა რა? ხო და სანამ ამ თავარ თამაშს ვითამაშებთ, კიდე ერთი თამაში მაქვს შენთვის. მე თამაშობ. აგებულ ხელის როგორი სასჯელი, იცი? ანუ არ მაინტერესებს უსწულად რო ხარ. საერთოდ რა. გასაგებია? რას ვაკეთებ? თუ წავაგე რას ვაკეთებ? სასჯელს გეტყვი და გადაცემას თამაშს რას ვაკეთებ? ეხლა გეტყვი, აი მოკლედ. ურსასმენს მოგაწდით ეხლა. და უნდა გამოიცნო რას ვამბობ. ძალიან კაი და თუ წავაგე რას ვაკეთებ? მე რა გეტყვი. ძალიან საშინელი სასჯელი გეტყვი. საშინელი სასჯელი. კაი. საშინელი სასჯელი. ვინმე დამეხმარება? არავინ არ დამეხმარება, ისეთ როგორ არ მოგვიტანენ იმას, რა ქვია? კურსასმენები გაქვს უკან. სად მიდა? უკვე ჩუმად შემომაყარე. ჩუმად აი ესე შემოგი. გული გამისკდება. მოიცა ჯერ ვინ იყოს, ნუკი იყოს თუ მე ვიყო ჯერ? ნუკის გავუკეთო? მიდი. ანუ მე უნდა ვაჩვენო ეს? იმ დღეს საკარგად თამაშობდი ხო? შენ უნდა მაჩვენო? ჰა? შენ უნდა მაჩვენო ეხლა ნახე. მოიხსენ ერთ წამი. ეს მე არ უნდა.
ეს შენ არ უნდა ნახო? ეს მე არ უნდა ნახო. ესენი უნდა მაჩვენო, ოღონდ ისე შენ რო არ ნახო, გაიგე და მე უნდა გითხრა და შენ გა. ოკეი. იმ დღეს მაგარი აჭრილები ვთამაშობდით, ამ თამაშს. ერთმანეთს ვაჩვენებდით ყველაფერს. მიდი. აი. კამერასაც უნდა ვაჩვენო, ხო? კი. ბამბის ნაყინი. კაპი კაპიტანი. კაპი კაპიტანი. ბამბის ნაყინი. პაპილომა ვირუსი. პაპილომა ვირუსიო, ხალხო, რანაირად ესმის პაპილომა? არ ვიცი, ეხლა ძალიან სწრაფად ვაბრუნებ. ბამბის ვირუსი. პაპილომა ბამბის ვირუსი მეთქი მეც რა კარგად ვარ, ღმერთ. ბამბის ვირუსი. არა, ბამბის ნაყინი. ბარბის ტრაკი. ბარბის ტრაკი. ბამბის ნაყინი. ბამბის ნაყინი. ბამბის ნაყინი. ბამბის ნაყინი. პაპილომა ვირუსი, მე რა გიკარნახე, იცი? ბამბის ვირუსი, მოიხსენი? მე გიკარნახე ბამბის ვირუსი მეთქი რა კარგად. თქვი ეგრე, იმიტომ რომ ვირუსი იყო აშკარად. ხო, აშკარად. კაი, ეს გადავწიე, ეს ხო გაჩვენე უკვე. ეხა მე. კაი, მიდი. თოხის ტარი. ჯორცხენა. თოხის ტარი, ახლოს არის. ჯორცხენა. არა. თოხის ტარი. თოხის ტარი. რა? ხო? გადავ. თოხის ტარი. ყოჩა. ისეთი ცუდი რამე ბედნიერი მუსიკა რო ჩართოთ არ შეიძლება. ის ფეხბურთი არის, მე ნამგზავრი ვარ 4 დღის უძინარი. აბა არ მესმის ახლა ჯერჯერობით. არის მის ჯერ არაფერი. მუსიკა როგორ იცი, სიკვდილი მოგიდება. აი. ადე ქელმე თამთეთ. რა ხარ? იხრული მინანქარი. კლუბი ტანიანი. თქვენ გესმით? კლუბი ტარიანიო, ხალხო გესმით? იხრული მინანქარი. ცუდი სიტყვა მესმის ვერ ვიტყვი. მოთქვა, ჩვენი ქვართ გადაცემაში ვართ ღიად. იხრული მინანქარი. ყინულიანი ბამბა. ყინულიანი ბამბა, ნახე. იხრული მინანქარი. მეტკინა. ანუ ცუდი სიტყვა წერია? თქვი რა გესმის? ცუდი სიტყვა? თქვი YouTube-ზე ვართ, რა გესმის? თქვი რა გესმის? არ მესმის ახლა რა სიტყვა. იხრული მინანქარი. უნდა თქვა რაც გესმის? იხრული მინანქარი, რატომ აყვირებს ახლა ეს ორს? კაი, ბოჭ გაჩერდი. თქვი. იხრული მინანქარი. ვერ ვიტყვია, ძალიან ცუდი სიტყვა. თუ სიტყვებს ამბობს, ერთი გა ვერ ამბობს. როდის აკეთებ, თუ სიტყვებს ვერ ამბობს. ცუდი სიტყვა? გავატრიალდით, კიდე ერთხელ. იხრული მინანქარი. თხიური მინანქარი. მინანქარი. იხრული მინანქარი. თხიური იხრული მინანქარი. რაღაცა მინანქარი სწორია? იხრული, იხრული. ტიხური? იხრული. ტიხრული. ხო. ცუდი სიტყვა რა გესმოდა ჩემო? რო იცოდეთ რა მესმოდა? აი, ხმამაღლა ზუსტად ვიცოდი რომ ეგეთი ცუდი სიტყვა ვერ იქნებოდა. არა ეცები. მომისმენ რაც გესმის ის უნდა იქნება ეგრე. ვერ მესმოდა ვერ ამბობ თუ რა? არა, ძალიან ცუდი სიტყვები. აი, ილიას სახელზე უარესი სიტყვები იყო. სიმინდის ფუჩეში. სიმინდის ფუჩეში. ფუჩური? სიმინდის ფუჩეში. რა? სიმინდის ფუჩეში. არ მესმი, ვერ. სიმინდის. ხლის? თხილის? სიმინდის. სიმინდის ფუჩეში. ფუჩეში. სიმინდის ფუჩეში. ოდიში რა ხმა? არა, ნუ ახლოს იყავი რა გინდა. სიმინდის ფუჩეში. ოდიში. რა სიტყვა ვთქვი, ამას მე დაადეთ ტუ. მსუბუქი ყოფაქცევა. Oh my god. მსუბუქი ყოფაქცევა. მსუბუქი ყოფაქცევა. მუსიკალური რა? მსუბუქი ყოფაქცევა. მუსიკალური მსუბუქი ყოფაქცევა. ბოზი. მსუბუქი ყოფაქცევა. მსუბუქი ყოფაქცევა. კი! მართლა? არ მჯერა ძლის უკვე საერთოდ არ ვთქვი რომ მსუბუქი ყოფაქცევა ძალიან ცუდი სიტყვაა, კი არა, გადასარევი. არა, ძალიან მცხენოდა, იმიტომ რომ საერთოდ ვერც ერთი ვერ გამოვიცანი. წავიდა. კარგად მიდიხარ, ნუ. მიდი. საქმიანი შეხვედრა. სარფიანი საქმიანი შეხვედრა.
სარფიანი საქმიანი შეხვედრა. სახლის საქმიანი შეხვედრა. საჭმელის რა საქმიანი შეხვედრა. საქმიანი შეხვედრა. სახლიანი შემთხვევა საქმიანი შეხვედრა. სარფიანი შემთხვევა საქმიანი შეხვედრა. სარფიანი შემთხვევა საქმიანი შეხვედრა. სარფიანი შეხვედრა საქმიანი. სარფიანი საქმიანი. საქმიანი ხალხო თქვენ არისით აქ რას უსმეთ უბრალოდ ეგრევე ან ცუდად ხდები გული მიხდება ხო ეგეთი სიმღერებია აი ჩართეთ ერთი წუთი მოგასწრებ კიდე დაგჭა კიდო მოდი აი ესეთი სიმღერებია მედი ქართულია მუსიკა გთხოვ კარგად იმეტყველე ლაყე კვერცხი კაკლის მურაბა ლაყე კვერცხი ნახევარ საათი ანუ ლაყე კვერცხი ვამბობ ლაყე კვერცხი და კაკლის მურაბაო იძახის ლაყე კვერცხი და კაკლის მურაბა ანუ ეს ესმის ლაყე ნაყინი ლაყე ლაყინი ლაყინი ლაყე და ლაყინი რანაირად ლაყე 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 ლოყები ლაყე ლაყე ხო კვერცხი კვერცხი ხოჭო ნაყინი რანაირად გესმოდა ჩემთვის ნაყინი რანაირად გესმის ლაყინი არ ვიცი ლაყეზე რაღაცნაირად ნაყინს იძახ ლაყე ლაყინი მომენტ დავიდა მიდი ღმერთო მიშველე მიდი მომსახურების საფასური არ მეც მომსახურების არ შედი ფულის მანქანა მომსახურების საფასური მოუსვლელი არა მომსახურების საფასური სამ შაბათი მუცელია მტკივდა ამას მომსახურების საფასური სამსახურ მიახვე მომსახურ მოფსა სამსახურში მოფსა სამსახურში მოფსა არა უფრო გააგრძელე მომსახურების არა ხე მომსახურების საფასური მომსახურების საფასური მე მგონი აბეწყობით რაღაც ბოლოსკენ რაღაცა მე ასეჯერ ვიგებ კი რაღაცა გამოვივა Are you ready? მე უნდა გაკარგო მე რომ ვანახე ყვავის ბახალა ვაკეს პარკი ყვავის ბახალა ვაკეს პარკი ყვავის ბახალა ყავისფერი ვაკე არა ყავისფერი ვაკე ყვავის ბახალა ყვავის ბახალა აი ამას ხედა ხმა არ უნდა გაიგო ყვავის ბახალა ყვავის მანქანა ყვავის ბახალა ყვავის მანქანა ბახალა მანქანა ბახალა მანქანა ბა ხა 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 ყა ხა ხა ბახალა მაჰანა ბახალა წაგე არა მოიცა ერთი აი ცოტა ნელა გააკეთე ბახალა მანქანა ბახალა ბაქანა ბახალა ბაქალა ყველაფერი თქვა ბახალას გარშე ბახალა ბაქანა დებილო ხო შეხა დებილი მოიხსენ წაგე კაი რა საჟელი წაგე არ მაინტერესებს მოიცა რა სიტყვა ბახალა იყო ბახალა ხო ყვავის ბახალა აუ ყვავის მანქანა მანქანა საჟელი გამსულილებისგან 3 წუთის განმავლობაში უნდა იჩუქოს 3 ნივთი 3 წუთი ძალიან ბევრია, მაგრამ ხო 3 ნივთი უნდა იჩუქო. სადაც მინდა იქ წავიდე? ხო. და 3 ნივთი ვიჩუქო? შორს არ უნდა წავიდე, აქ უნდა იძრია. აქ უნდა წავიდე. წამზომი ჩაირთო, ნუ კი კოშკელიშვილო, ეხლა ძალიან ბევრს ნუ ირბენ მიშველეთ. ძალიან შორს მიდიხარ. გამარჯობა. აქ ვიტრიალი. რამეს ვერ მაჩუქებ? ვინმე გაყვება კამერით ნეტა? რამეს? იქ წვალობს ხალხი. მაჩუქებ? ერთი ნაჩუქარია, კაია. მეორე. გამარჯობა. სულ ერთია რაც გინდა. რამე მაჩუქებ? დრო. არაფერი არა. ტელეფონს ნუ მაჩუქებ. გამოიღე ტელეფონი. ფული გაქვს და მომეცით რა. ხალხო უფრო მეც ლაპარაკობს. გული? ლაპარაკით რა არა. აქ გული მაჩუქებ. ჩუქა? გული. აი მე მოდი გული ნაჩუქარია, ხა აქ დაი. აბა საით? საათ. გული კაი საჩუქარია. უკაცრავ. მაჩუქე რა რამე.
ორსული ქალია და უარს ნოეუბნებით ხალხო არ შეიძლება რა. ჩაფხუტი მე მაჩუკა. აი ეგრე. ნუ კი, მოდი. გაჩუქეს რამე? ხურდა, სამი, არა, რამე სამი. ნორმალური მაჩუკეთ ვინმე. აი გაჩუქა. ხალხო მიდით ორსულად სუნამო მაჩუკეს. რაო? სუნამო მაჩუკეს. არ არსებობს. კი, ჩემივე. მე ჰა? ჩემივე სუნამო მე მაჩუკეს. სუნამო გაჩუქეს. აი მე დაგიბრუნებ თუ. კაი, ამას გაგიორმაგებ. მეორესაც ანუ მოგწევ. ყველაფერს გამოგიგზავნის აცი. სუდათაა შენი საქმე. ძალიან სწორად მოიქეცი. მარკეტინგი ხედა. მარკეტინგი. ნახე, 3 ლარი მაჩუკა იმ ბიჭ. მეტი არ. საკუთარი სუნამო მოიტანა ხალხო. არ მოვიტანე მაჩუკეს. და ანუ კარგად მოიქოჩა. ყოჩა. რა სანთებელა? სანთებელა გინდა რომ წეველი ხალი ხარ თან და? არა. მოკლედ ხოჩა შენ შეასრულე დავალაება. მე რაღაც მეგონა რომ უკეთეს რაღაცებს მაჩუქებდნენ. ანუ ცა 3 წუთი მაინც ისეთი დროა რა. ჩავეტიე ხო 3 წუთში? არა 1 წუთი. უსწრაფესად ვიჩუქე რაღაცა. ბუნოს ბურგერის დროა, მაგრამ სანამ მადი ჩვენო სიცოცხლე. მოვედი. აბა რომელი? თქვენთან. ხო, აბა გისმენთ. ეს არის შენი უსაყვარლესი შენი ბურგერი. მადლობელი ვარ. ბურგერი, რომელიც ძალიან მიყვარს. ხო. შენთვის პირადად ეს ბურგერი გავაკეთეთ. უკვე რამდენი პირსახოცებია, ყველა კი არდებს რა. პირსახოცები, მიდი. კარგი ამდენი პერსონა. მიბანავებთ ხო, მადლობა. ბანავეთ. მიბანავებთ. მადლობა. მიბანავებთ და მოკლედ გაიგეთ. თამაში ამაში მდგომარეობს ახლა. მოიცა სანამ თამაშს მივასვიჯდამ, უცებ ბაზრის ამბებს ჩავირბენ რა. მიდი. მოკლედ 4, 5 და 6 ივლისს ბაზარში ქალ მეწარმეთა ნამუშევრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა გაიმართება ღონისძიებას ბაზარი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ატარებს და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. ისედაც უნდა მოხვიდეთ და ეხლა საერთოდ უნდა მოხვიდეთ. მოკლედ ეს მე უნდა გაჭამო. მე ვიქნები შენი ხელები. რას ნიშნავს შენ დამოწევა? რა ვიღო? მაგიტომ მოიტანა პირსახოცები? რა მიდევს ეს მიდევს გვერდით? მოიცა როგორ უნდა მაჭამო? რას ნიშნავს უნდა? რაც უნდა მოგაფარო ხო ეს გვერდით გიდევს. რუსკა როგორ უნდა მაჭამო? აი კაი მიდი. მოდი მაჭამე. მუცულ არ დაგესვაროს და თეთრი კაბაც არ დაგესვაროს. ის გაყავი ხელები ამ ხელები უნდა გაყო? კი, ჩემო სიცოცხლე. ამას ეხლა. არა, შენ უნდა გაყო. მე უნდა გავყო შენ უნდა გაყო ხელები, მიდი. აბა ამას დაესვა. უკან დაჯექი. უნდა გავყო ხელები. უკან დამიჯექი. მიყვარს თან თამაშების გონზე რო არა ვარ, რას მიდი. მაქვს? მოიცა ეს ბურგერი აქ მოვიტანო, მოიცა და ჯერ დამადე თუ გინდა. კი, მოიცა ერთ წამ. და შენთან უნდა მოყვე როგორი გემრიელია ეს ბურგერი, გაიგე? კაი. და რა ინგრედიენტებს შეიცავს და ჩვენ ძალიან აითა. სექსუალურად დავწდებით ერთ. ჩემი მაქვს და გადავყვა და გადავყვა. გადმომიგდე. იშველეთ ხალხ. მოდი ეს შიგნიდან არ უნდა გამოუცურო ხა ეს ხელები. არა, უნდა ეგრე. მიკროფონი ხომ არ ამოვიღო. არ მინდა მიკროფონი გამოგაბა ძიძუები. ხელები გაწიე. აი ეს. მიდი. დავა, ინფლუენსერი დაიწყე. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენ დღეს ვართ რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? რუსკას უნდა რა თმა მიამსგავსოს თავის თმას. მიდი. გამჩერჩო ცოტათი. აი. აი ძალიან რომ მიყვარხარ. მაგისი ბრალია. ხედავ რამე ეს? ვერა. კაი არა უშო. დათხარ თქვი რამე. მიდი. მაშა ვეღმიცინე. ჩაჭა, ჩაკმიჩე. ვერ ჩაკმიჩე. მიდი. მე აჰა. მამ. ჯანჯმე ხოშო. და. აბა რა ინგრედიენტებს შეიცავს? ხორცი, ხა? соуსი, პომიდორი. ხო. მან და არ მაქვს პირი. ადგა ქაბა. ცოტა ზემოთ. აი მან. და ვერა რუსკა სხვაგან მაქვს პირი. ზემოთ ცოტა
ცოტა კიდე. სადგან. შევწუხდი ხალხ. განკარა, მაშა ეს ამ დავღერა. მედი. მოყვე. გეჯაუღია. აი ტიტი აღარა მალოკინა. გებრიელია. ხალხო რა ვუქენი? მიშვე. სალფეტკების არსებობა საერთოდ დაგვავიწყდა, ხო? აბა, ხვი? კაია? გებრიელია? მოგეწონა? ხო, ძალიან გებრიელი. ძალიან გემრიელია. რო ცუდად გაჭამე, მგონი ძალიან კარგად გაჭამე, არა? არა, ძალიან კარგად მაჭამე. მაგრამ მთელი კომპლექსები რაც მქონდა ცხოვრებაში არ ჭამა საზოგადოებაში და დღეს მოხსნა. ეს საზოგადოებაში არ მიჭამია არასდროს. მე მოგიხსენია კომპლექსი. კომპლექსი მოხსნილია. აქაც მოიწმინდა. ყველგანი მაქვს. აქაც მაჭამე რო იცოდე. ბრუნო ბურგერი. ბრუნო აუ, ბურგერი. რა ბრუნო ეს მეც უნდა უკმიჩო ხა ბრუნო. გინდა მე გაჭამო ეხა შენ? არა. ბრუნო გაჭმევ რა, ბურგერი. გაჭმევ ეს რა. არის ნახე, ეს არის კარგი. მოკლედ ტრუფელის соусია. ანუ ეგეთი ბურგერი მართლა არცად არ მიჭამია. უკმიჩო. აი, გასინჯე. არაფერს არ გიშვებ, უბრალოდ გასინჯე. საოცრებაა მაგ. ესეც არა ნაკლებია. კი, ანუ მოკლედ ყველაფერი ძალიან გაგაბა გემრიელია. ტრუფელის მოყვა. ძალიან გემრიელია. მართლა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა შენ. ძალიან მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ. გიждები შენზე. ეხლა შემიძლია ვთქვა რომ რუსკა მაყაშვილის თითები მაქვს ალოკილი ხალხმა. ვინ გინდა დაიჯერებინდა და არა. ვაუ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მეხვდებოდა დიდი პირში აღარ ჩამიდო. აიმიტომ ცხვირში ჩამიდე და მე პირში შენ ცხვირში რა მოხდა მე? შენი ცხვირი და შენივე არა, პირში. ჩემივე ცხვირიდან ხო, პრინციპი რა. აუ. მადლობა რომ მოხვედი. დღეს ჩამოფრინდა, ეგრევე ჩემთან მოხვედი. როდის მიდიხარ? 1 სექტემბერს. აქ ხარ. აქ ვარ. ძალიან კაი. კიდე გნახავ. ძალიან მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომწონს შენი გადაცემა. მოგწონს? ძალიან მომწონს და კაი. ხო ძალიან მაგარი გადაცემა აქვს რუსკა. ძალიან! ვუჰუ! შემდეგ სამშაბათს, ან კი არ მაცადა დამშვიდობება. შემდეგ სამშაბათს სტუმარი ვინ იქნება? გეტყვით ორშაბათს. ეგ ბაზარია, მოკლედ მადლობა. კოცნი მიყვარხარ და თქვენც კოცნით და თქვენც მევასებით.